მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის 8 დეკემბერს დაგეგმილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის და მმართველი გუნდის არჩევნები, თუმცა ძალიან სამწუხაროდ ჩვენთვის ადვოკატთა უდიდესი ნაწილი გარდა იმ ხალხისა, ვისთანაც კომუნიკაცია ჩვენ დავამყარეთ და შევატყობინეთ, კვლავ არ არის ინფორმირებული ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის არჩევნების შესახებ. ორჯერ თუ სამჯერ დაურიგდა თითოეულ მათგანს გაეგზავნა უпростоრად SMS-ი, მაგრამ კვლავ არ არის მითითებული SMS-ში, რომ გაიმართება არჩევნები. სიტყვა არჩევნები საერთოდ არ არის ნახსენები. შემდეგი პრობლემა გახლავთ ის, რომ გაურკვეველია დღემდე ასოციაციის ვებ-გვერდზე არ არის მითითებული, რა წესით უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნების პროცედურა არის დღემდე გაურკვეველი. როგორც კი გამოიკვეთა მესამე პრობლემა, ლიდერი კანდიდატი, ჩემი სახით, ძალიან დიდი ბოდიში კაბინეტებში ჩამოვმართვით, მაშინვე დაიწყო გარკვეულმა ჯგუფმა დეზინფორმაციის გავრცელება, რომ მამუკა მდინარაძე აპირებს გამოცდების ჩატარებას და ამ წესით შემცირებას ადვოკატთა რიცხვისა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ეს ჩემი პროგრამის ნაწილიც არის, რომ არც ერთი ადვოკატი ამ წესით ვერ მიიღებს ვერანაირ ბარიერს, პირიქით, ყველა მათგანი დაცული იქნება საკანონმდებლო დონეზე ასეთი ბარიერებისაგან და სხვა პრობლემებისაგან, რომელიც დღეს აწუხებს თითოეულ ადვოკატს. შემდეგ, არასერიოზულ მიდგომაზე მეტყველებს ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ ადვოკატთა 2/3 მაინც გამოცხადდება, ფილარმონია ამ რაოდენობას ვერ დაიტევს. როგორც აღმოჩნდა, ფილარმონია იტევს 2225 კაცს, ადვოკატთა რაოდენობა არის 3800-მდე. ეს არის კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. იცით რა, მოქმედი თავმჯდომარე, როგორც ჩემთვის ცნობილია, გუშინ ჩამოვიდა ბრიუსელიდან, თუმცა ეს ინფორმაციები რამდენიმე დღეა უკვე გავრცელდა. არ ვიცი, არ მინდა დავაბრალო ვინმეს მისი მომხრეების მხრიდან, თუმცა არის თუ არა ეს, მაგრამ სავარაუდოდ ასეც იქნება, მისგან დამოუკიდებლად თუ მისი მითითებით ამასაც ვერ დავაბრალოთ, თუმცა რეგიონებიდან გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ თურმე თქვენ აპირებთ გამოცდების ჩატარებას. რაც არის სრული დეზინფორმაცია, პირიქით, ჩვენი ჯგუფი მუშაობს პროექტზე, პროგრამაზე, რომლის მიხედვითაც ადვოკატები დაცული უნდა იყვნენ მსგავსი პრობლემებისაგან, ბარიერებისაგან და დაცვა შეეხება არა მხოლოდ ამ პრობლემებს. მრავალ სხვა პრობლემას, რომელმაც ადვოკატის ინსტიტუტი უნდა გააძლიეროს და ადვოკატი გახადოს ამაყი. ძალიან ბევრ მათგანს ჩვენ უკავშირდებით ტელეფონის მეშვეობით. სხვათა შორის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ჩემი წერილი საპასუხოდ, რომ ჩემთვის არ მოეწათ ტელეფონის ნომრები, ის ინფორმაცია ჩვენ არ გავგაჩნია, პირადი კონტაქტებით ვცდილობთ მივიღოთ ეს ინფორმაცია, დავუკავშირდეთ ყველა ადვოკატს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მათ მიიღეს SMS-ები, სადაც წერია, რომ გაიმართება საერთო კრება, თუმცა ის, რომ გაიმართება არჩევნები, პარალელურად და იმავდროულად, ეს არც ერთმა ადვოკატმა ისაც ჩვენ არ შევატყობინეთ, თითქმის არ იცოდა რამდენიმე დღის წინ. ანუ ეხლა თქვენ იცით რეალურად რომელ საათსა და როდის გაიმართება 8 დეკემბერს 10 საათზე იწყება რეგისტრაცია და მთავრდება 12 საათზე. ყველა ადვოკატს მოვუწოდებ და თქვენი ტელევიზიების მეშვეობითაც და სხვა კონტაქტებითაც ვცდილობთ რომ ხმა მივაწვინოთ თითოეულ ადვოკატს და ვთხოვოთ ყველანაირი საქმე გადადონ იმ დღეს, მოვიდნენ, ეს არის ჩემი აზრით მათი მორალური ვალდებულება, რომ ასოციაცია კვლავ არ დაემსგავსოს და არ გაგრძელდეს ერთი მსახიობის თეატრი, ავირჩიოთ გუნდური მუშაობის სტილი და გავაძლიეროთ ჩვენი ორგანიზაცია. გაუწყოთ ადგილი. მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს ადვოკატთა კორპუსი არის საკმაოდ მრავალრიცხოვანი, 4000-ზე მეტ კაცს ეს მოითვლის ეს ადვოკატთა კორპუსი საკმაოდ სერიოზული ძალაა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ხდება შეგნებულად ის, რომ
არასწორი ინფორმაციები მიეწოდება საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, რომ მამუკა რაღაცა გამოცდებს ატარებს, რომ შემდგომში განაწყენებული ამაზე გარკვეულმა ნაწილმა მისცეს სხვა ხატიაშვილს, იმიტომ რომ წინა არჩევნებზე ხვარცხავა და ხატიაშვილი, როდესაც იყო რეალურად კონკურენტები, ეს წინა არჩევნები იყო, მაშინ იქ იყო ესეთი ხმები, შეიძლება ეს რეალურიც იყო სიმართლე რო ვთქვათ, რომ ხვარცხავა წარმოადგენდა ხელისუფლების გარკვეულწილად დანამატს, მას უშიშროების სამსახურები უმაგრებდნენ ზურგს და ბევრმა სწორედ ამიტომ, რომ ესეთი ინფორმაციები გავრცელდა, მისცა ხატიაშვილს ხმას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინფორმაციების გავრცელებას დაახლოებით ამდაგვარ გარკვეულ მიზანს იმსახურებს და მე კიდევ ამხელა კორპუსი, ადვოკატთა კორპუსი და მე მგონი წინასაარჩევნოთ უნდა იყოს გარკვეულწილად მედიაშიც ინფორმაციები, მარტო ის კი არა, ვინ გაიმარჯვა, თქვათ რა პროგრამები აქვს, იმიტომ რომ შემდგომი 4 წელი როგორ იქნება ადვოკატთა კორპუსი, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც ადვოკატებს ახლა გაგიც არის ახალგაზრდა იურისტები და მეუფლებადამცველთა გაერთიანებას წარმოადგენთ, ჩვენ ვართ მოქმედი ადვოკატები, ჩვენთვის არის მიუღებელი ის პოზიციები, რომელიც უკავია ადვოკატთა კორპუსს, იმიტომ რომ აი თქვენ წარმოიდგინეთ ნებისმიერი დიპლომატი, როდესაც ჩამოდის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელი პირები, ყველგან ხდებიან არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები და იქ ადვოკატთა კორპუსის მესვეურები არ არიან. ანუ რეალურად ადვოკატთა კორპუსი არის დაკნინებული მისი უფლებები. რაღაცა ოპოზიციურ წრეში ვარ ჩვენ წარმოდგენილი და რეალურად ესე არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული იგივე იმ კანონების მიღებაში, იგივე იმ პროცესებში, რასაც ხორციელდება და ეს არის დღეს დაკნინებული და ამაზე გვაქვს გაკმაყოფილებით გულდიდი გულის ტკივილი და მე ვფიქრობ, რომ ორივე პრეტენდენტს ამ შემთხვევაში მამუკასაც და ზურასაც უნდა დაეთმოს ეთერები, მე ვფიქრობ და კარგი იქნება მე მაგალითად მომხრეც ვიქნებოდი დებატებიც რო გაიმართოს, იმიტომ რომ მე მაგალითად როდესაც ვარ ადვოკატი, გავაკეთებ არჩევანს იმაზე, ვინც გააკეთებს უფრო შემდგომში კარგ ნაბიჯებს გადადგამს ადვოკატთა ასოციაციისათვის და თვითონ სამართლიანობის ადგენის კუთხითაც და ყველა რა 1000 მიმართულებები არის და ესეთი რამები არ ხორციელდება და ეს არის ცუდი. მე მგონი გაგიც გვეტყვის დიახ. მოგესალმებით პირველ რიგში. მინდა გითხრათ, რომ 2013 წლის 8 დეკემბერი არის უმნიშვნელოვანესი დღე ადვოკატთა კორპუსისთვის და საერთოდ სამოქალაქო საზოგადოებისათვის. ვინაიდან სწორედ ამ დღეს წყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც გახლავთ ერთის მხრივ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევა და ასევე იმ გუნდის შერჩევა, რომელსაც ჰქვია აღმასრულებელი საბჭო ეთიკის კომისია. ბატონი მამუკა სწორედ ამ მიმართულებით საუბრობდა, რომ ადვოკატთა კორპუსი ინფორმირებულია მხოლოდ იმ მხრივ, რომ არის ჩანიშნული და დანიშნული 2013 წლის 8 დეკემბერს საერთო კრება, ადვოკატთა საერთო კრება. თუმცა აღნიშნულ კრებაზე რა სახის დღის წესრიგია გაწერილი, ეს ინფორმაცია ადვოკატთა კორპუსისთვის არის ფაქტიურად უცნობი. ეს არის ის დღე, როგორც გითხარით, სადაც ხდება უშუალოდ როგორც თავმჯდომარის არჩევა, ასევე აღმასრულებელი საბჭოს არჩევა და შესაბამისად აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, რა თქმა უნდა ჰქონდეს ყველა ადვოკატს. რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს და მე მივმართავდი ამ შემთხვევაში დღევანდელ აღმასრულებელ საბჭოს, რომ ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რა სახის დღის წესრიგი უნდა იმუშაოს ადვოკატთა საერთო კრებამ 2013 წლის 8 დეკემბერს. ამასთან ის მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელიც გაიგზავნა, ეს როგორც გითხარით, ასახავს მხოლოდ ადვოკატთა საერთო კრების ინფორმაციულ ხასიათს და სხვას არ აქვს. ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ის ფაქტი, რაც ბატონ მამუკა მდინარაძეს და მის გუნდს აქვს პროგრამა, საარჩევნო პროგრამა, პირდაპირ და ცალსახად არის მნიშვნელოვანი ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებისათვის მიმართულია მხოლოდ ამ როგორც ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებისათვის და მგონი დროა, რომ სწორედ ადვოკატები, ეს თავისუფალი პროფესიის ადამიანები იყვნენ როგორც საკანონმდებლო კუთხით დაცულნი, ასევე მათი როგორც
დომინირება მოხდეს ამ ადვოკატთა კორპუსში, ადვოკატების და საბოლოოდ ალბათ დამეთანხმებით მოვიდა დრო იმისა, რომ თითოეულმა ადვოკატმა თქვას სამართლებრივად სიტყვა, რომელიც იქნება როგორც სამართლებრივი კუთხით დაფასებული, ასევე იმ მნიშვნელოვან საკითხებთან სამართლებრივი მიმართულება იყოს ყოველთვის უზრუნველყოფილი. ამიტომ მამუკას თქვათ პროგრამა სწორედ ამ მიმართულებით არის მიმართული, ის ემსახურება ერთადერთ და მნიშვნელოვანს ადვოკატთა კორპუსის გაძლიერებას და მე მოუწოდებდი ყველა ადვოკატს, რომ დაუდგეს ბატონ მამუკას გვერდით. საკმაოდ დიდი გუნდია, რომელიც არის მხარდაჭერი მამუკა მდინარაძის და ვფიქრობ, რომ სამართლიანი ობიექტური არჩევნები ჩატარების შემთხვევაში მამუკა გახდება ასოციაციის თავმჯდომარე და შესაბამისად ადვოკატთა კორპუსის თავმჯდომარე და მისი გუნდი წარმატებით გაართმევს თავს იმ მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ქვია ადვოკატთა კორპუსის გაძლიერება შემდგომი პერიოდის განმავლობაში.